ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმეზე დღეს ბრალდების 16 მოწმე დაიკითხა მხარეებთა შეკითხვებს შიდა ქართლისა და ცხეთა თიანეთის რაიონებიდან დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბენეფიციარები პასუხობდნენ. დღევანდელ პროცესს არ დასწრებია ვანო მერაბიშვილი ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე უახლოეს მომავალში ქუთაისის სასამართლოში მაღალ ჩინოსნებიც დაიკითხებიან. საქმე თავიდანვე გამიზნულ ისტორიაზე, რომელიც შეთხზეს და ამ ისტორიის გასაჯასაღებლად მოიგონეს უამრავი მოწმე. როდესაც 100 მოწმე ყავს დაკითხული ბრალდებას და ამ 100 მოწმიდან არავინ არ ადევს ხელს არც მერაბიშვილს, არც ჭიაბერაშვილს, როგორც რაიმე დანაშაულის ჩამდნენ პირებს, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ სასამართლო ყველა შემთხვევაში დააყენებს გამართლებელი განაჩენს. ამ რაოდენობით მოწმეების გამოძახება პროკურატურის მხრიდან ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ გაამართლოს თავიდანვე შეთხზული ვერსია და გაამართლოს ის პოლიტიკური დევნა, რაც განხორციელდა ვანო მერაბიშვილისა და ჩემს მისამართით. ჩვენ ვთვლით, რომ ეს მტკიცებულებები აუცილებელია იმისთვის, რომ დადგინდეს, რომ ნამდვილად გაფლანგული იქნა ეს თანხა, მოხდა ამ მომრჩეველთა მოსყიდა წინასაარჩევნო პერიოდში და შესაბამისად ეს არის ბრალდების ხარის მტკიცებულებები.